მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. დღეს სტუდიაში ტრადიციულად მოწვეული გყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმები გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ საუბრობთ და შემდეგი თხრობები ჩვენ გვექნება დინასტიების ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხავზე. ეს არის ისრაელში დინასტიის ცვლილება და დამასკოში სამეფო დინასტიის ცვლილება. ეს თავისთავად ეს თხრობა მოწმობს იმაზე, რამდენად წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს ელისე წინასწარმეტყველს და ძალა მის სიტყვას. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხვა შეგიძლიათ მეოთხე მეფეთა მერვე თავში და მას ასე გიორგი, ჩვენ ელია წინასწარმეტყველზე ლაპარაკობთ, რომ მას არც ამ სოფლის რაიმე ხელმწიფება ჰქონდა, არც ძალა, არც ქონება, არც ხელისუფლება, თუმცა მისი სიტყვის ცეცხლივით ეშინოდათ ამ სოფლის ძლიერ მეფეებს. და დღეს ჩვენ საუბრობთ ელისე წინასწარმეტყველზე, რომელიც ასევე ავლენს საოცარ ძალას, მის სიტყვა საოცარი შედეგები მოსდევს. გავაგრძელოთ თხრობა იქიდან, რომ ასე იგი შიმშილობა არის, 7 წლიანი შიმშილობა არის და ის ქალი, რომელსაც შვილი შესძინა, ელისეს სიტყვამ და მერე გარდაცვლილი გაუცოცხლა, მიდის სხვა ადგილას, სადაც შიმშილობას თავს დააღწევს. ელისეს მითითებით. აქ თხრობა საინტერესო ხდება კიდევ უფრო მაშინ, მამა ანდრია, როდესაც ეს ქალი ჩამოდის უკან და მეფეს თხოვს, მეფის წინაშე საჩივრით წარდგება. საჩივრით არა, უფრო სწორედ მისი კანონიერი უფლებების აღდგენით წარდგება, ვინაიდან კანონი ითვალისწინებდა მიწის გადადაბრუნება, სხვასთან გადაცემა, თუ მას მემკვიდრე ყავდა, შეიძლებოდა, ჩვენ გაგვახსენდება რუთის ისტორია, ზუსტად იგივე ხდება იქაც. ახლა სანამ დეტალებს შევეხებოდეთ, აქ საინტერესო რა არის თვამენრი, აი თავის დროზე ელისემ გეხაზის პირით ამ ქალს აკითხინა, რამე ხო არ უთხრაო მეფეს შენთვისო და არ მინდაო ეს ქალი ეთქვა შემიანებში ვარ. დიახ. და ახლა სცენა ისეთია, ისევ ეს გეხაზი დგას მეფესთან და ეს ქალი დგას და უწევს მას, რომ მეფეს წარუდგინოს თავისი სათხოვარი. რაღაცნაირად თითქოს ამ ქალმა უარი თქვა იმაზე, რაზეც ელისემ უთხრა თავიდანვე, რომ ეს საჭიროა მაინც დაუდგება. ვერ აცდა იმას ელისეს საიმ შეთავაზებას ვერ აცდა. ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ჩვენ რაღაცა საკუთარ მდგომარეობაში დარწმუნებულები, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები უარს ვამბობთ ხოლმე რაღაც ისეთზე, რაც შემდგომ გვახსენდება და ნეტავ არ მიმდობოდი ასე ჩემს მდგომარეობას, არ დავყრდნობოდი ასე ჩემს ძალებს და ესა თუ ის პიროვნება რომ ირჩევდა, დამიჯერებინა მისთვის. ელისეს დონის ადამიანი რომ რაღაცას გირჩევს, ცოტა მეტი ყურადღება აქვს ამასაც. ამ ქალს მაინც მოუწია ზუსტად გეხაზის პირით იქ დგომა და შუამდგომლობა ამ ყველაფრისა. საინტერესო გახლავთ კიდევ ის მომენტი, რომ ჩვენ ადრეც ვივარაუდეთ ეს და ახლა 1-2 დასტურდება ეს მომენტი, რომ მოსეს ღმერთი არ არის ისრაელში, ის დევნილია, მაგრამ ის კანონები მოქმედებს, რაც ჯოლშია წარმოდგენილი. ღმერთი არ უნდათ, მაგრამ მისი კანონები უნდათ. ღმერთი არ უნდათ, მისი წყალობა უნდათ. აი ასე თან ძალიან მნიშვნელოვანი რა არის მამა ანდრია, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, ეს არ არის ასე ვთქვათ, აი ამ საზოგადოებისათვის რაღაცა დისკომფორტის, რაღაცა ზნეობრივი შეუსაბამობის მანიშნებელი. ეს ჩვეულებრივი სააზროვნო სივრცეა, ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ ეს. ახლა თვითონ ის ფაქტი, რომ კეთროვანი გეხაზი მეფესთან
აღმოჩნდა ეს მიუთითებს ეს ძიმედალი დაკეთროვანებული გეხაზე გვახსოვს ჩვენ ეს არ არის კეთრისის ფორმა სადაც რაღაცა მთელი რიგი დაშვებები არსებობდა ეს არის კეთრისის ფორმა რომელსაც ის იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებასთან მაგრამ იორამთან გეხაზი საუბრობს ჩვენ გაგვახსენდება ნეემანასური რომელიც ასევე კეთროვანი იყო და მეფე მის ხელს ეკუთვნებოდა, როდესაც საკერპოში უნდა დაეჩოქებინა. აი ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა სივრცეს, წარმართული დამოკიდებულება, წარმართული ურთიერთობა ძალიან ფესვგადგმულია და ძალიან გავრცელებულია ისრაელში, რასაც გძალავს ღმერთი, იმას არ გძალავს ის რეალობა და ის მოთხოვნები, რომელიც ისრაელის სამეფოშია წარმოდგენილი. ახლა კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ინტერესდება ასე მეფე იორამი ელისეს საქმეებით? ვინ არის ელისე მისთვის? და რატო არის ეს პიროვნება საინტერესო მისთვის? და თუ მისთვის ეს პიროვნება ასე საინტერესოა, ჩვენ გვახსოვს ხო თავის დროზე დაიფიცა კიდევაც მეფემ თუ საღამომდე თავი მხრებზე შეშეს ელისე შაფატის ძესო. ზოგჯერ ჭირდება, ზოგჯერ არ ჭირდება. აი ეს არის ძალიან ეს არის სწორედ ღირებულებითი არამდგრადობა. წინა საუბრებშიც ქონდა. ღირებულებითი არამდგრადობა. როდესაც შენ მყარი, ჩამოყალიბებული ხედვა არ გაქვს მყარი ჩამოყალიბებული ღირებულებები. ხარ რაღაცა დახეტიალობა აი ამ რაღაცა ფასეულობებს შორის და ვერაგირჩევია, რომელია კარგი, რომელია ცუდი და ამ დროს არჩევანს აკეთებ პოლიტიკური ნიშნით. ამ დროს არჩევანს აკეთებ სოციალური ნიშნით. ვეღარ აკეთება არჩევანს ღირებულებითი ნიშნით. არ გიხერხდება საამისო ძალები არ აქვს. და ყველაზე ტრაგიკული რაც არის, ამას ვინც მოგიხერხებს, თქვა ელისეც და სამეთყოლის დრო, ამას ასე მოკლას დაუპირებ თუ გიხელი შეგიშალა და თუ კიდე რა მოგიშალა რამაში. აი ეს თითქოს ღმერთი უნდა მოატყუოს იორამმა, რომ ესე იგი ისარგებლოს ღვთისკაცის სიტყვის ძალით, ხანდახან პატივისცემით, როცა მას ჭირდება, ხო? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეერეც გააგრძელებს ამას. ის ეტაპი რო დამთავრდება, ესე იგი ეს უნდა დარჩეს გამოყენებული, მაგრამ გამოიყენა და მე ისევ თავის ჭკუაზე გააგრძელა გზა. საქმეც არის ეს მოატყუო, აი ეს კარგად ჩანს, რომ ღმერთთან იორამს აქვს ოკულტური დამოკიდებულება. ამაზე საუბარი, უნდა გამოიყენოს. უნდა გამოიყენოს. ჩვეულებრივი ოკულტური დამოკიდებულება აქვს, რომელთან დამოკიდებულებაც მისთვის არის ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი, არაფერი არის ამაში მიუღებელი და დისკომფორტის მომცემი. გეხაზი ჩანს ბევრ რამეს უყვება ელისესთან დაკავშირებით. მეფეს ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ამბის მოყოლა, შესაძლებელია პერიოდულად იბარებს ხოლმე მეფე გეხაზის და ელისეს შესახებ ამბებს ისმის. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩდება. ელისეს გარშემო სხვა წინასწარმეტყველებიც არიან და ამ კეთროვანს რატო იბარებს ეს? სხვისგან ვერ გაიგებს, ელისეს ახლაც აყავს მსახური. ელისეს გარშემო ახლაც ტრიალებს წინასწარმეტყველთა დასი. მაგრამ არა ამ კეთროვანს იბარებს, სწორედ ამ კეთროვანთან აქვს ურთიერთობა. ხო არ მიგუთითებს ეს იმაზე, რომ სამეფო დარბაზი საკმაოდ დადარაჯებულია და ყურადღებით არის იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაბედოს მეფემ წინ წამოწიოს და რაღაცნაირად დაშვებული მოქმედების საშუალება მისცეს იმ გუნდს, რომელიც მამამისის მეფობის პერიოდში ასე სასტიკად იყო აკრძალული და დევნილი. აშკარად ჩანს, რომ აი ეს სამეფო კარი იეზებიელისა და აქაბის განწყობას იზიარებს. აშკარად ჩანს, რომ სამეფო კარი დაშორებულია იმ რეალობას, რომელიც ცოტა ხანში გამოჩნდება ისრაელში და აღმოჩნდება, რომ ისრაელი დაღლილია ომრის დინასტიით. მათი წარმატებებით, მათი წესრიგით. ეს ყველაფერი ბჭყალებში თავის მოწყადია. დაიღალა უბრალოდ ისრაელი ძალიან დაბალ სოციალურ ფენაზეც და ძალიან უხეშ სოციალურ ფენაშიც კარგად ხედავს გამოფიტულობის რეალობას. და თვითონ ის ფაქტი, რომ მეფე იორამი ესაუბრება სწორედ გაკეთროვანებულ გეხას და არა ვინმე სხვას, ვისგანაც ასევე შეიძლება ინფორმაცია მას მიეღო,
სწორედ აი ამ დაშორიშორებისა და აი ამ დისტანცირების, აი ამ სავალალო დისტანცირების სურათს გვიხატავს. საინტერესოა რომ ეს ქალი როდესაც შევა მეფესთან თავის საკითხი აპელაციისათვის და თხოვს იმ მიწების დაბრუნებას, რომელი მიწების მას ეკუთვნოდა მანამ სანამ შიმშილობა იქნებოდა, 7 წლიანი შიმშილობაზეა საუბარი და ქრისტიანულ ლიტერატურაში ამ 7 წლიანსაც ექცევა ყურადღება, როგორც რაღაცა ეპოქის დასასრულის მანიშნებელს, რის შემდეგაც რაღაც ახალი ამბები უნდა დაიწყოს ისრაელის სამეფოში. და აი როდესაც აი ამ ქალსთან აქვს, ამ ქალს აქვს უпроსტად მეფესთან საუბარი, ეხლა ზეთყვის ეს ქალიაო, რომელსაც შვილი აღუდგინაო. მაგრამ წმინდა წერილში არ ჩანს, რომ მეფე დაინტერესდა ამ ქალთან ურთიერთობით. შვილის გაცოცხლების ამის გამოკითხვით. აი კეთროვანი საგანასაც გაიგებს, ეს უფრო მისთვის მნიშვნელოვანია. ჩანს არის რაღაცა, რაც იორამს ან მენტალურ დონეზე, ან პრაქტიკულად რეალიზების დონეზე არ აძლევს იმის საშუალებას აკეთოს ის, რაც გონივრულია და ლოგიკურია. მეფე რომ მოისმენს ამ ქალის სათხოვარს, ის ბრძანებს და ამისათვის სპეციალურად გამოყობს პიროვნებას, რომ მეთვალყურეობა გაუწიოს მის ბრძანების შესრულებას, რომ ამ ქალს უნდა დაუბრუნდეს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დატოვა ქვეყნიდან წასვლის წინ. და უნდა დაუბრუნდეს ყველა ის შემოსავალი, ყველაფერი, რაც მას ჰქონდა აქამდე და მეფის ეს ბრძანება ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამ ქალს ეს ყველაფერი დაუბრუნდება და როგორც აღნიშნეთ, აქ ისევ და ისევ ელისეს სახელი ხმიანდებოდა. ძალიან კარგად ჩანს ტექსტში მამანდრია, რომ აქ ელისეს ავტორიტეტმა და მისმა სახელმა გადააწყვეტინა მეფეს ასე უპირობოდ შეესრულებინა სათხოვარი, ამ ქალის სათხოვარი. ამ ამბის მოყოლა წმინდა წერილს რაში ჭირდებოდა ახლა ცოტა უხეშინად თქვა მიეს, მაგრამ თითქოს და ახლა რასაც იტყვის წმინდა წერილი, ახლა რის შესახებაც საუბარს იწყებს წმინდა წერილი, აბსოლუტურად სხვაობს იმ ამბისა. იწყება საუბარი, რომ წავიდა დამასკოში. ხო, ახლა აბსოლუტურად სხვა ამბავი იწყება. მაგრამ წმინდა წერილისათვის თვისობრივია, მას ახასიათებს ასეთი რაღაცა ამბავი მოგვიყვა წინასწარმეტყველზე, ამბავი, რომელიც მის ღმერთთან სიახლოვეს ასაჩინოვებს, რის შემდეგაც ის აგრძელებს ამბავს ამავე წინასწარმეტყველის მოქმედების შესახებ, და ამით მიგვითითებს, რომ აქ აღესრულება ღვთისნება და გვახსენებს რა ღვთისნებაზეა საუბარი. მოდი გავიხსენოთ, როდესაც ელია წინასწარმეტყველი ქორების მთაზეა ასული და იქ ღმერთთან აქვს საუბარი და საოცარი საუბარი, ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, უკან გამობრუნებულ ელიას ღმერთი სამ დავალებას მისცემს. სხოს ელისეს, სხოს იეჰუს და სხოს დამასკოში ერთ-ერთ მეფეს. აქ სამიდან ელია მხოლოდ ერთში ასრულებს, ელისეს გამოარჩევს. აი ახლა წმინდა წერილი იწყებს ამ ამბის გაგრძელებას, ამ ამბის გახსენებას. რომ ახლა რასაც გააკეთებს ელისე, რაც გულისხმობს დინასტიის ცვლილებას დამასკოში, ეს არ არის კერძო ინიციატივა. ეს არის გაგრძელება იმ გამოცხადებისა, რომელი გამოცხადებაც იმ ღმერთისაგან ჰქონდათ, რომლის წინაშეც მსახურობდა ელია და ელისე და რომლის ძალითაც ელისემ გაუცოცხლა ბავშვი აი ამ დედაკაცს. ამიტომ ეს ბმაც ძალიან საინტერესო და ძალიან ბუნებრივი ჩანს უკვე ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ ამ სასაული წმინდა წერილმა ელიასთან ერთად გაგვახსენა მთელი ეს მსახურება. ხა თვითონ რაც შეეხება ელისეს, ელისე მიდის დამასკოში. აი ამ მტრულად განწყობილ სამეფოში და იქ რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი, რამაც მთელი პოლიტიკური ამინდი უნდა შეცვალოს აი ამ სივრცეში. დამასკო მტრულად არის განწყობილი ისრაელისადმი, მაგრამ დამასკოში ძალიან დიდ პატივს სცემენ ელისეს, თვითონ ამ პიროვნებას. ეშინიათ კიდევაც რაღაც აზრით მისი, ჩვენ გვახსოვს ბენჰადადმა როგორ გამოგზავნა ჯარი ელისეს დასატყვევებლად და როგორი ის რა ქვია უკუშედეგი მიიღო მან. აი ხა სპეციალურად ჩადის ელისე ამ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, თუმცა ის რომ ელისე მტრულად განწყობილ სახელმწიფოში ჩადის, მას ჭრდილს და მის ღვთისმსახურებას რაიმე ნაკლით არ ასახავს. ის აკეთებს იმას, რასაც ღმერთი ეუბნება მას. ეს შეიძლება მიუღებელია ვიღაცას უსო მტრულ სახელმწიფოში ჩადის ელისე, მაგრამ ელისეს ღვთისმსახურებისთვის არ არის ეს მიუღებელი. ბიბლიისთვის არ არის ეს მიუღებელი. ამ ლოგიკისთვის არის ეს დაშვებული.
ამიტომ ელისე არ აქცევს ყურადღებას ახლა მტრულად არის ეს სახელმწიფო განწყობილი თუ არ არის მტრულად განწყობილი. ელისესთვის მთავარი არის ღვთისმსახურება აღესრულოს, ეს არის მისი მისია. თვითონ დამასკოშიც მას ძალიან კეთილგანწყობით დახვდებიან და მეფეს მიუვა ამბავი ელისეს ჩამოსვლის შესახებ. ჩანს რაღაცა სახელმწიფო დაზვერვამ და რაღაცა იმან სამსახურებმა შეამჩნიეს და ხო ახლა ელისე იქ ქარავნები და იმით არ ჩასულა, ხო? ჩავიდა როგორც ერთი ჩვეულებრივი გზავრი. და ჩანს თქვენ თქოს არიყოს მამანდრიას, სწორედ აი ეს ტერმინი უნდა ვიყავთ, შეამჩნიეს და მისი ჩამოსვლის შესახებ აუწყეს მეფე. მეფემ თავის უერთგულეს და ახლო მსახურს ჰაზაელს უბძანა, რომ საკმაოდ დიდი სიმდიდრით შეხვედროდნენ ელისეს, ძალიან დიდი სიმდიდრით შეხვედროდნენ ელისეს და ეკითხა ელისესთვის გადარჩებოდა თუ არა ბენ-ჰადადი იმ ავადმყოფობისაგან, რომელმაც ის მიაჯაჭვა სარეცელს. მამები ვარაუდობენ, აი ეფრემ ასულთან არის ეს ვარაუდი გამოთქმული, რომ ბენ-ჰადადის სნეულება გამოწვეული იყო მისი ნერვიულობიდან და მისი სულიერი მდგომარეობიდან, რაც მას დაემართა მას შემდეგ, რაც ელისეს დასაჭერად გაგზავნილი ჯარი აი ასე შეურაცხეფით დაბრუნდა სინამდვილეში დიდი პატივით მიიღეს და აჭამეს ასოს და გამოუშვეს, მაგრამ თვითონ დამასკოსთვის ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი და თითქოს აი ამ სირცხვილს რაღაცნაირად მასზე უკვე ის ანერვიულებდა და ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მის ხორციელ მდგომარეობაზეც გადავიდა. აი, როდესაც ელისე ჩადის დამასკოში და ბენ-ჰადადი ძალიან მძიმედ არის და ჰაზაელს თავის უერთგულებს მსახურს გააგზავნის იმისათვის, რომ მან გამოკითხოს ელისეს გადარჩება თუ არა, ელისე ეტყვის, რომ გადარჩება, განიკურნება. მაგრამ მაინც მოკვდება. ხო, ამას ყურადღებას აქცევს თეოდორიტე, რომ გაუმჯობესდაო მართლა მეფის მდგომარეობა, მაგრამ ის ვერ გადაურჩა მოძალადეობის სიკვდილს, ეს არნიშნავს, რომ ის არ გამოჯანმრთელდა, მაგრამ მოკვდა იმას ნიშნავს, რომ ის ვერ გადაურჩა მოძალადეობის სიკვდილს. აქ წმინდა წერილის თხრობაში ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. აი, უკიდურესად საინტერესო დეტალია. რა არის ეს დეტალი? ეს აზაელი მოდის ელისესთან უდიდესი პატივისცემით. მოდის ძალიან დიდი სიმდიდრით. და რაც მთავარია მამანდრია, ამას ხაზი მინდა გავუსვა. მოდის მეფის დავალების შესასრულებლად და არის მეფის ერთგული. მაგრამ ახლა რაღაცას ეტყვის ელისე. და ამ კაცის აზროვნება მთლიანად შეტრიალდება და აბსოლუტურად სხვა რამეების კეთებას დაიწყებს. მე რა მინდა გაგახსენო და ჩვენს მაყურებელს რა მინდა გავახსენო. მეფე იორობოამი სანამ ის სამეფო ტახტზე ავიდოდა, მანამ სანამ ის სოლომონის ერთგული იყო. ასე მიდიოდა გზაზე თავისთვის და გადაუდგება მას წინასწარმეტყველი და ეტყვის რაღაცა ისეთ რამეს, რომ სოლომონისაგან გამოსული ერთგული იორობოამი სოლომონის მთავარ დაპირისპირებულ ძალად იქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთი იტყვის, მე მინდა და ვაკეთებ ასე. მე ვარ ამას რო ვაკეთებ. მე გავაკეთე ეს. ეს ყველაფერი კეთება ერთადერთი რამის გამო. ჩვენ მერე ვნახავთ ამას ცოტა მოგვიანებით. წმინდა წერილი იტყვის, რომ კეთდება იმისათვის, რომ დავითის სანთელი არ ჩაქრეს. არ არის მოსული ჯერ დრო იმისა, რა მოლოდინის მთელ კაცობრიობას უნდა ქონდეს. საღვთო ისტორია იზომება საღვთო განგებულებით, არა პოლიტიკური ინტერესებით. არა სოციალურ-ეკონომიური ინტერესებით, არამედ საღვთო განგებულებით. შესაძლებელია რაღაცა მიწიერი ინტერესები არსებობდეს, მაგრამ ეს მიწიერი ინტერესები ვერასდროს ვერ აჯობებს, ვერასდროს ვერ გადაამეტებს საღვთო განგებულების რეალიზებას კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ბიბლიური თხრობის მიწურულს ეს გვაქვს, სწორედ რომ კაცობრიობის ისტორიის განვითარება საკმაოდ დიდ ჩიხში შევა და სწორედ იქ გამომწყინდება საბოლოოდ ან განგებულების რეალიზება, როდესაც ქრისტეს სამეფო დამყარდება ყველგან. ეს სამეფო იმარჯვებს, ქრისტეს სამეფო იმარჯვებს საბოლოოდ, არ შეიძლება სხვა სამეფომ გაიმარჯვოს. საბოლოოდ დიდება და ძლევა არის ქრისტეს ეკლესიისა. ამ სამეფოს აქვს საბოლოოდ გამარჯვება. და აი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აი ამ მომენტებს და ხვდებით ამ მომენტებს, კარგად ვხედავთ,
რომ როგორ ღმერთი ინახავს ყველაფერს და აკეთებს იმისათვის, რომ კაცობრიობა გამოხსნილ იქნას და შემდგომ საფრთხო სამეუფეო და იმას აკეთებს, რა ქვია, გამარჯვებული სახით დასაძიებლოს სამყარო. აქ შეიძლება ვთქვათ ჩვენ, რომ არ არსებობს ფორმულა, რომელითაც გამოთვლით ღვთისნება როგორი იქნება. ამის სწავლა ძალიან რთულია, ეს არის ცოცხალი ურთიერთობის შედეგი ღმერთთან, როდესაც მისთვის გამორჩეულ ღვთისკაცებს აძლევს რაღაცის ცოდნას ხვალინდელი დღის და მის განგებულებას უმხელს. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ მე ვარ, რომელიც ვაკეთებ ამას. ხო, მისგან რჩეული სოლომონის წინააღმდეგ, ხო, აუმხედრა ერთგული ხალხი. ეს არის ჩვენთვის სწორედ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მინიშნება ადამიანი, როდესაც არის გზაჯვარედინზე თავისი არჩევანისთვის, მას აქვს ერთის მხრივ შაბლონები, რომლითაც შეიძლება თქვათ მათემატიკაში, ფიზიკაში, ხო, ექსპერიმენტი ჩაატარო და მეთოდი შეიმუშაო და წინასწარმეტყველო, თქვათ, ფიზიკის ექსპერიმენტის შედეგი ან ქიმიაში ან მათემატიკაში, თუმცა ღვთისგანგებულებაში ესეთი ფორმულები არ არსებობს. აქ ღმერთი არის სრულიად თავისუფალი და არ არსებობს შაბლონები, რომელიც მან უნდა გაიმეოროს იმის გამო, რომ შენ ეს კარგად დაისწავლე. იმის გარდა კიდევ ახალი აქვს განზრახვა, კიდევ ახალი აქვს რაღაცა განგებულება შესაძლებელი და ამიტომ შემოსაზღვრა ღვთისა იმ ცოდნით, რომელიც ჩვენ მოგვეცათ, თუნდაც ბიბლიიდან სრულიად წარმოუდგენელია. მით უფრო რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ ისაც ღმერთმა გითხრა ჩვენ. ამაზე მეტ ჩვენ არ ვიცით და ვერც გვეცოდინება. ჩვენ დასტურებულად შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც მან თავად გითხრა ჩვენ. რაც არ ვთქვი ამაზე ვერ ვისაუბრებ და ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ. აი აქ წმინდა წერილში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. როდესაც ეუბნება ელისე აზაელს, რომ გადარჩება, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც მოკვდება, უცებ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ელისე გააშტერებს სახეს. აი მზერას ელაპარაკება ჩვენ და უცებ აი მზერას გააჩერებს და იმდენად იმას იზავს, აი იმდენად გააშტერებს ამ მზერას, რომ უხერხული მდგომარეობა წარმოიშვება. შერცხოვა. ხო, შეიძლება რომ რაღაცა სახეში უყურებს. ხო, სახეში უყურებს აზაელს და აი უყურებს და თვალებს არ აცილებს და აზაელმა ვერ გაუძლო აი ამ მზერას, ვერ გაუძლო აი ამ მდგომარეობას და ძალიან უხერხული მდგომარეობა წარმოიშვა ელისესა და მას შორის. და უცებელისე იწყებს ტირილს. უცებელისე იწყებს ტირილს და აზაელი ეკითხება მას რა არის მისი ტირილის მიზეზი და ელისე ეუბნება მახილვინაო ღმერთმა როგორ ხოცავ ისრაელიანთა ჭაბუკებს როგორ მუსავლებო მათ შვილებს როგორ შუაზე კვეთავო ისრაელიანთა ორსულ ქალებს და ვინ არისო შენი მოშინი ვინ არისო აი ანუ აზაელს ვერ წარმოუდგენია თავისი თავი ახლა ეს ბენჰადადზე რო თქვას გასაგებია მაგრამ აზაელს ვერ წარმოუდგენია თავისი თავი ხო მე ვინ ვარო ეს გავაკეთა ღმერთმა შენი თავი მარხილვინაო და არ ამის მეფეთ ეს გამოცხადება ელისესა ეს გამოშა ეს ელისესა ეს გაშტერებული ზერა აი ეს დაჟინებული მზერა რომელიც მიმართულია აზაელს მიდის და კლავს ხო და აზაელი აი საქმეც აიქიდან მოტრიალდება და ელისეს ეს სიტყვები ჭკუაში დაუშვდება თორე აქამდე აზაელი იმასთან ელისესთან მოდის როგორც მეხადადის ერთგული მაგრამ აქ რომ ამას გაიგებს ნახეთ აი როგორ აკავს იორამი აზაელს ახლა უკვე აზაელს ელისეს ღმერთი იჯერა რატომაც არა აწყობს ახლა ეს ყველაფერი მისთვის არის ძალიან კარგი ახლა ეს ღმერთი ასეთ რაღაცებს თუ გაუკეთებს ამ ღმერთთან მას ხშირი ურთიერთობა იქნება რატომაც არა მაგრამ აზაელი ვერ ხვდება რომ ამ შემთხვევაში რაც ხდება და რატომაც ეს ხდება ეს რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენს იმისათვის ხდება ეს იერუსალიმისთვის კეთდება ჩვენ ახლა ამ გადაცემაში ამას ვერ მოვახერხებთ რაღაცა ამბები გვაყიდე მოსათხრობით რომ მე გავიხსენებთ რომ იერუსალიმსა დაუბრუნდებით იერუსალიმში ისეთი მოვლენები მიდის
რომ აი აქ უნდა შეიცვალოს. გახსოვთ ჩვენ ბაბა ანდრია თავის დროზე ვამბობდით რომ ომრიმ შეცვალა პოლიტიკა, ისეთი პოლიტიკა აწარმოა რომ ძველი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუქა შეცვალა. აი ეს გადაადგილებები, ის გადაჯგუფებები, ის სამხედრო კავშირები, დაპირისპირებები გადააწყო სხვანაირად. და ამ გადაწყობა თვითონ იუდასა და ისრაელს შორის რომ მშვიდობაა და ერთი ზრახვა აქვს, ერთი პოლიტიკური ზრახვა აქვს და ასე შემდეგ, ცუდი კი არ არის, ეს კარგი არის. მაგრამ პრობლემა სხვა რამეში გამოჩნდება, რომელსაც ჩვენ მე ვიტყვით, რომ აღმოჩნდება, რომ იუდა გადავიდა ისრაელის რელსებზე და არა ისრაელი დაუბრუნდა იერუსალიმს. უკეთურება პირიქით. ამან გამოიღო სხვა, ანუ ის პოლიტიკური, რა ქვია, კომფორტი, რომელიც შეექმნა ამ ორ მოძმე სამეფოს, მათ არსებითად გაუქმებისაკენ და გადაგვარებისაკენ უბიძგებდა. შესაძლებელია რაღაცა. რა არის შესაძლებელი? ელიამ უთხრა რაც არის შესაძლებელი. 12 სვეტი საგანაუგო უფალ საკურთხეველი. აი ამ 12-ის იმ ღმერთთან შეხვედრაა გასაკეთებელი. აი ესა აღსადგენი. მაგრამ ამას არის არც იუდა და არც ისრაელი. მათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს. და ამ გეგმებში სულაც არ შედის ის საკურთხეველი, რომელიც საკურთხეველზე ღმერთმა ელიას ლოცვით ცეცხლი გარდამოავლინა. ამიტომაც აი ეს აზელი ძალიან გავს ამ შემთხვევაში ამ დამოკიდებულებას. აი ხა აზელისათვის ეს არის პრინციპულად წარმართული დამოკიდებულება, რომელიც მას არ იმაშვება, რა ქვია, რაღაცა აზროვნების დისკომფორტს არ აძლევს. სუსტად იგივე ვთქვით იონამთან დაკავშირებითაც. ისრაელის სამეფო არსებითად წარმართულია თავისი აზროვნებით, თავისი მოწყობილებით. ყველანაირად წარმართული გახდა. აი არის პატარა რაღაცა კუნძულები, რაღაცა შემორჩენილი, რომელიც ამარილებს, ხო? წინასწარმეტყველები. ხო, წინასწარმეტყველთა დასი იქ რაღაცა ისინი ვინც ემსახურებია, მას ვთქვათ ეს ქალი რომელიც ელის, ანუ რაღაცა რითაც მარილდება ჯერ კიდევ, აი საბოლოო ხრწნილება ჯერ არ არის ისრაელში. რაღაცა ეს მარილი მაინც თავისი კვეთა აქვს და ინახავს ისრაელს. მართლაც აზელი მოტრიალდება და მეფე შეხვდება მას და აზელი ახარებს რომ კი ასე თქვა რომ გამოჯამთალდებაო მეფეო. მაგრამ მეორე დღეს აზელმა საბანი დაასვლა და დასავლებული საბანი შეიპარა მეფის საძინებელში და სახეზე დაადო ის, ანუ დაახშო და გაგუდა. ამით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება იმაში, რა ქვია, დამასკოში და დამასკოში მოდის აზაელის დინასტია, რომელიც ისრაელს ენით გამოუთქმელ შეჭირებას მოუტანს და რომელიც ისრაელს ძალიან ძველ მდგომარეობაში ჩააგდეს. ეს აზაელი სხვათა შორის ცნობილია ძველი წარწერებიდანაც, ცნობილია სალმანასარ მესამის ლაშქრობა ყარყარისში და იქ მისი შედეგები, ამ ომის შედეგები ცნობილია შემდგომ ანტი-ასურული შენაერთის წარმოქმნა, რომელმაც ბევრ წილ განიცადა მარცხი, განიცადა რაღაცა ისინი, რა ქვია, წარმატებები, მაგრამ მეტწილად მაინც მარცხის იმაზე იყო, რა ქვია, დონეზე წარმოდგენილი და სალმანასარ მესამეს ჰქონდა საშუალება უკვე იმპერიულ ასპარეზზე აქტიურად გამოსული ასურეთი ინტერესების ნიშნით უფრო ფართოდ მომზირალი გაეხადა. აი ამით ისარგებლებს სწორედ აზაელი, რომელიც დამასკოს მეფედ დადგება, უბრალოდ სალმანასარს ამ დროს არ ცალია აი ამ სივრცისათვის, ქანაანურ ანუ პალესტინური სივრცისათვის და აზაელი ამით ისარგებლებს და დაიწყებს უკვე ისეთ მტრობას ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც აი მართლა ძალიან მძიმე იყო და ძალიან იშვიათად თუ ახსოვდათ. სწორედ ამ დროიდან იწყება მამა ანდრია, ამ დროიდან იწყება ისრაელისათვის მიწების ჩამორთმევა. და აი ეს ჩამოჭრა, აი ეს დეტალები იწყება სწორედ ტრანსიორდანიიდან. მოაბის ხარეც ვეღარ იმორჩილებენ, რომლის დამორჩილებაც იორამს უნდა და უკვე მესაქვია დამასკოს სამეფო პირდაპირ ორგანიზებულ შეტევებს იწყებს ტრანსიორდანიაზე და აი ტრანსიორდანიის სივრცე ხდება სადაო იმისათვის რომ ისრაელმა და დამასკომ, ანუ სამარიამ და დამასკომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიოს. მსგავს რამეს ვერ ბედავდნენ ვერც ომრის დროს, მსგავსი რამე წარმოუდგენელი იყო აქაბის დროს
და აი ახლა იორამის დროს, როდესაც მთელი თავისი სიძლიერით უნდა გამოჩნდეს ის გამოფიტულობა, რა გამოფიტულობაც იეზებიელმა და აქაბმა მისცა ისრაელს, აი სწორედ აი ამ დროს ხდება სახელმწიფო გადატრიალება დამასკოში, რაც უკვე ხდება წინაპირობა ომებისა, რომელი ომიც დასრულდება იმით, რომ ისრაელი ტრანსიორდანიას დაკარგავს. აი ამით უფალი თითქოს და აი ამით მიგვინიშნებს ბიბლიურ თხრობაში, გახსოვთ ხო როგორ დაალაგდა ისრაელი ჯერ ტრანსიორდანიაში 20 ტომი, შემდგომ გადადიან შუაზე ყელში ხლეჯს ისუნავეს ქანაანის ტერიტორიას, სახლებიან სამხრეთით, სახლებიან ჩრდილოეთით. იწყება ისრაელის ალაგება. ტრანსიორდანი არის პირველი სივრცე, რომელიც ისრაელს მთლიანად მოწყდება. ჩვენი გადაცემა ალბათ აქ ამ თხრობაზე შევწყვიტოთ. ჯობს ვინაიდან შემდგომში ერთი მთლიანი თხრობა არის და დიახასი. ამიტომ არ ღირს სხვა ადგილას გაწყვეტა. დიდი მადლობა გიორგი, ამით დაგემშვიდობები. მადლობა რომ ამ კურსს უძღვები და ძალიან კაი გამოხმაურებები გვაქვს. მადლობა მინდა უთხრა მაყურებელს, რომელიც ინტერესით უყურებს ჩვენს გადაცემათა ციკლს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი თხრობის შესაბამისი საკითხავი მეოთხე მეფეთა მერვე თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.